Ესი გავი არის ასეთი. ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც არის საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელი. თავის შეგირდებთან ერთად ერთი 14-15 ახალგაზრდა ახლავს, მოდის გზად და შემოაღამდათ და გაჩერდნენ ერთ სასტუმროში. მეორე დილას სასტუმროს მეპატრონე მათ ჩაით გაუმასპინძლდა. არ გასულა 1 წუთი, რომ მევიდა მასწავლებელთან, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა თავისი მოსწავლეებისაგან, ესეც ახალგაზრდა იყო და ზუსტად ისე ეცვა. მის წინ მუხლი მოიყარა და უთხრა რა, ბედნიერი ვარ მე, რომ ღირსი გავხდი იმისა, რომ თქვენნაირი ადამიანი მესტუმრაო. მოსწავლეებს გაუკვირდათ ძალიან, რანაირად მიხვდა ახლა ეს კაცი. მაგას კითხეთ თვითონო იმან. მივიდნენ ჰკითხეს. და იმან უპასუხა, ძალიან საინტერესო რამ უპასუხა სხვათა შორის. არ შეიძლებოდა რომ ვერ მივმხვდარიყავი მე ეს კაცი ვინ იყო? იცით რატომ? 20 წელიწადია ეს სასტუმრო მაქვს, 20 წლის განმავლობაში ყოველ დღე ჩემს სტუმრებს ჩაით ვუმასპინძლდები და ჯერ არ შემხვედრია კაცი, რომელიც ეგეთი სიყვარულით უმზერდეს ფინჯანსო. იგავებს ხანდახან ეგეთი თვისება აქვს, რომ ინტუიცია უსწრებს ხოლმე როგორც წესი გონებას, ჩვენ ხვდებით, რომ აქ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია და მე გვინდა რომ სახელი დავარქვათ ამას. მე პირადად ასეთი სახელი დავარქვი. რა თქმა უნდა, ეს კაცი ისეთი სულელი არ არის, რომ ფინჯანს გაუყიმოს. აბა რა შესაქმე? საქმე ის არის, რომ ეს ადამიანი ყველგან ხედავს, ეძებს, მოიპოვებს და ხედავს ჰარმონიას. ყველგან ხედავს ღმერთს. ის ფინჯანში რაღაც აი ამ მატერიას კი არ უღიმის, არამედ უღიმის ღმერთს, რომელიც იმ ფინჯანშია. ამ ფინჯნის წესრიგის და მშვენიერების სახით. აი ეს იგავი მოუყევი რეზო ესაძეს, მეორე დღეს მოვიდა და მომიტანა ეს ნახატი, რომელიც გამოსახულია გარეკანზე. იქვე შევთანხმდით, რომ გარეკანზე სწორედ ეს ნახატი იქნებოდა, როგორ უმზერს ფინჯანს ის ახალგაზრდა, მაგრამ ბრძენი ადამიანი.